ნამდვილი დღესასწაული ოპერის მოყვარული ქართველი მსმენელისთვის პირველად თეატრის სცენაზე თეატრისა და კინოს კლასიკოსის ფრანკო ძეფირელის დადგმის პრემიერა შედგა. ჯუზეპე ვერდის აიდას განსაკუთრებულ ვერსიაში მთავარი პარტიები უცხოეთში მოღვაწე ქართველმა სოლისტებმა ოპერის გუნდთან და ორკესტრთან ერთად შეასრულეს. საღამოს ჩემი კოლეგა შორენა კოპალეიშვილის დაესწრო და ის მოგვიყვება დეტალების შესახებ. ოპერის თეატრის ფარდა პირველად თეატრისა და კინოს კლასიკოსის ფრანკო ძეფირელის ვერდის აიდასთვის გაიხსნა. საიუბილეო 165 სეზონისადმი მიძღვნილ პრემიერას მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრო დანიელ ორენი მუდირიჟორა. მშობლიურ სცენაზე ძეფირელის აიდამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველი საოპერო ვარსკვლავები შეკრიბა. ასეთი მაღალი დონის ორკესტრი იშვიათად მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ერთობლივი რეპეტიცია არ ჰქონია, თითოეულ მუსიკოსთან ურთიერთობა რთული არ იყო. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე ვგრძნობდი თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი თითოეულ ბგერას. სპექტაკლი თბილისში ფრანკო ძეფირელის ასისტენტმა სტეფანო ტრესპიდიმ დადგა. მთავარი პარტიები შეასრულეს ანიტა რაჭველიშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, გია ონიანმა, გიორგი გაგნიძემ, რამაზ ჩიკვილაძემ და გიორგი ანდღულაძემ. სპექტაკლი ოპერის თეატრის გუნდის, ქართული საბალეტო დასის და ორკესტრის მონაწილეობით შედგა. ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ასე წარმოდგენით იმ ეპოქაში და იმ გმირების განცდებში, რომელიც ახასიათებს ამ აიდას გმირებს. 12 დადგმაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ეგეთი ის არ მქონია ჯერ ესეთი შემთხვევა. პირიქით, სხვაგან არ არის ბედნიერი ამით და აქ ცოტა ეგოისტურად იყენებს. ოდნავ განსხვავდება ამითი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბადრიმაი სურაძეს იმისთვის თუ რაც აჩუქა არა ჩვენ თეატრს, არამედ მთლიანად საქართველოს. ქართულმა მაყურებელმა აიდა თბილისში პირველად ზუსტად 140 წლის წინ იხილა. ფრანკო ძეფირელისეული ვერსიის პრემიერამ სრული ანშლაგი ჩაიარა. ქართველი მაყურებლისთვის 7 მარტს ქართველი საოპერო ვარსკვლავების შემდეგ სპექტაკლს მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან მოწვეული სოლისტებიც იმღერებენ. ეს არის ნამდვილი სეზონის გახსნა, ფანტასტიკური რეპერტუარი გვექნება თეატრში, წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო, ძალიან ცნობილი ოპერა, ძალიან ცნობილი ოპერა დაიდგმება და ისევე როგორც აიდა ჩამოტანილი იქნება. აიდას ნახვა სხვადასხვა შემადგენლობით მაყურებელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 18 მარტის ჩათვლით შეუძლია. ასეთი იყო ქრონიკა 2-ზე, მოვლენათა განვითარებით პირდაპირ ეთერში ზუსტად 5 საათზე დავბრუნდებით. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ეს და დღის ყველა სხვა სიახლე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს